მე ვარ ნატა სადონაშვილი. ამჟამად დიასახლისი სტუდენტი და ორი ჩემს ონკოპაციენტ მეუღლეს. თავრობა გისმენთ. ჩემს მეუღლეს, რომელსაც აქვს იშვიათი დიაგნოზი, ყველა ექიმი საზღვარგარეთ თუ საქართველოში არის მოწადინებული იმისთვის, რომ დიდხანს იცოცხლოს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყოთ ძალიან ბევრი ადამიანების იმედი, რომ თურმე კიბოგანაჩენი არ არის, მე მიკლავთ ამ იმედს, ვისაც ექიმი ღმერთი გონია და თვალებში უყურებს პრობლემას, იცი რამდენს უქმნით? იმიტომ რომ არ გვაქვს წამალი, იმიტომ რომ არ გვაქვს დროული კვლევა, იმიტომ რომ არ გვაქვს ანალიზები უფასო, იმიტომ რომ არ გვაქვს ხელმისაწვდომობა, უბრალოდ კლინიკამდე მიყვანა, რომელიც ღირს საკმაოდ ძვირი. ამ სტუდიიდან გასულს უკვე მეწყება ცხოვრება ჯოჯოხეთად. ისიც არ ვიცი, რამდენი ხანი იცოცხლებს ჩემი ქმარი. შევწყვიტე ამ წუთას ჩემი ქმრის წამლის მიღება უბრალოდ იმიტომ, რომ არ არსებობს წამალი საქართველოში. შეწყვეტიდან თვის თავზე ჩემს ქმარს წამოვიდა მესამე რეციდივი. 5 კაფსულიანი წამალი ღირს 260 ლარი. მე მჭირდება მთელი თვის განმავლობაში 7 კოლოფი. იმან აღარ იმუშავა, წამოვიდა რეციდივი და კიდე მჭირდება წამალი. უბრალოდ მომწოდებელმა შეწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობა და აღარ შემოაქვს წამალი. წამლის შეწყვეტიდან იანვრის MRT-ზე ვიყავით სუფთები და თებერვლის MRT-ზე 2 რეციდივი მაქვს ერთდროულად თავის ტვინში. რომელ კვლევასაც ვაკეთებ MRT-ს, თუ მიფინანსებს ჯანდაცვა, მიფინანსებს 360 ლარად. პლუს მე ვიხდი 170 ლარს, მაგრამ მე თუ უარი მითხრა ჯანდაცვამ დაფინანსება, მე ვიხდი 980 ლარს ყველგან. პირველი ჯგუფის ინვალიდია ჩემი მეუღლე, რომელიც საწოლიდანაც ვერ დგება და მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ მე, რომელიც ვერ მუშაობ, იმიტომ რომ პირველი ჯგუფის ინვალიდ ქმარს უვლი. 15000 ლარიან გამანაიც მიფინანსებთ 7000-ად, 8000-ად. რატომ არ გვაქვს ხელმისაწვდომი საქართველოში? გენეტიკურ მოლეკულური ანალიზი, რომლის საფუძველზეც ინდივიდუალურად დაიწყება ყველა ონკოპაციენტის მკურნალობა. თავაზობ, ან გადახვალ ჩემს მიერ არჩეულ საავადმყოფოში, ან კეთილინებე და გადაიხადე. ერთი გზა 150 ლარს პლუს სართულებია, უკან დაბრუნება 150 ლარს პლუს სართულებია და 1 საათი თუ გადავაცილე 100 ლარი მემატებს. ზუსტად 5 დღე რაც გამოვიყვანე ჩემი ქმარი ოპერაციიდან და მძიმე ტკივილებით ვილოდე 5 დღე რომ ადგილი განთავისუფლებულიყო კლინიკებში. ამ მოლოდინის რეჟიმში იმ პრობლემით რა პრობლემაც ჩვენ გქონდა, ჩემს ქმარს დაემართა ორივე ფეხის ატროფია. მე არ გავჩერდები, მე ვიბრძოლებ ბევრი ონკოპაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად, იმიტომ რომ მე მეკუთვნის სიცოცხლის უფლება და უნდა მოგთხოვოთ.